გამოშვებას. რუსული თვითმფრინავები ზუგდის ტერიტორიაზე ისევ დააფრინავენ. დილის 7 საათიდან იბომბება ურთის მთები. 5 რუსული ბომბდამშენიდან ზუგდის შემოგარენში 30-მდე ჭურვი ჩაიყარა. მსხვერპლი არ არის, დაზიანებულია საკომუნიკაციო ქსელები. ურთის ბაზაზე საწვრთნელი პოლიგონი იყო განთავსებული. ეს მასალა ადგილობრივმა მცხოვრებმა ტელეფონით გადაიღო. თქვენი მათხოვარი და კიდე ჩამოყარე რაღაცა. ვარიძი ვიშეთ მუჭაკუნდა. ასე მორთის გასა. ხერას გიატირდა. ორად მოდიან, ორად და თლიანად დაბომბე ჯეგეთას მთა, მერე ფოთის მხარეზე, ხობის მხარეზე არ დაუტოვებიათ ადგილი, რომ არ დაუბომბიათ ისე და მთელი ხალხი შეხიზნულია. 7 საათიდან უკვე იბომბება ზუგდიდის შემოგარენი, ჯეგეთის მთა ალბათ, სადაც მდებარეობს პოლიგონი. ჩვენ მშვიდობიანი მოსახლეობა უძლურივად ყველაფერი ამის წინაშე და საერთაშორისო საზოგადოება ჩვენ მეგობარ ქვეყნებს ვთხოვ აღმოგვიჩინოს არა მარტო მორალური და სულიერი დახმარება, არამედ სამხედრო დახმარებაც.